ბატონო, ეკონომიკა ცოტა იწყებს აღმავლობით სვლას. მას ჭირდება განათლებული და კვალიფიცირებული მომსახურე პერსონალი და შემოქმედი პერსონალი. დღეს უბრალოდ აქ უკვე ერთი ის დგება, კი ყავს დღეს ჩვენ ის საზოგადოება დაუშვათ რაღაცა სერიოზული ქარხანა. აი ეს ამის თქმა მინდა, ჯერ კიდე ყავს გავა ცოტა ხანი 10 წელი, 15 წელი და აღარ გვეყოლება. ის კვალიფიციური ინჟინრები, კვალიფიციური ექიმები ჩვენ უკვე გადავცილდით 60 წელს. და ჩვენ ნელ-ნელა მივდივართ საპენსიო ასაკამდე და 35 წელიწადია უყურებთ ჩვენ ამ განათლების ნგრევას და ჩვენ ღირებული კადრების შექმნა ვერ აღმოვაჩინეთ. ვერც ერთი მიმართულებით და ვერც ერთი დარგით. გინდა იყოს ეს ტექნიკური დარგები, გინდა იყოს ეს სამედიცინო დარგები იქნება ეს თუ გინდა იყოს სამეცნიერო დარგები. არ არის. საქართველოს ვეღარ შობს, ვეღარც მეცნიერს და ვეღარც კვალიფიციურ შრომელს. აი ამ დარგს როგორ უნდა მივხედოთ. ჯერ კიდევ გასაგებია დაუშვათ დღესდღეობით ჩვენი თაობა არის კიდე რა რაღაცა ჩვენ შეგვიძლია მაგრამ ჯერ კიდევ არის როგორც ჩვენ გვაქვს ცოტა კიანა და კარგად თამაშგარე მდგომარეობაში გაწეული ჩვენი თაობა ჩვენ თვითონ ჩვენ ეს სააკაშვილმა მოახდინა ამ თაობის ესე გაწევა და თვითონ ის თეზა რომ ესე იგი ეგრეთ წოდებული რომ ხშირად უყვართ მომავლის ლაპარაკი ახალი სისხლი ახალგაზრდობა ახალი სისხლი ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ყველაფერს აქვს თავი. ახალი სისხლი კი არა, ახალი გონება უნდა შემოვიდეს. გონებაც, მაგრამ ახალი როგორ ხდება. არ შეიძლება და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამას ეძახიან ინგლისურად ეძახიან ხოლმე ბოროტის საბავშვო ბაღიო. არ შეიძლება უმაღლესი თანამდებობის უმაღლეს თანამდებობებზე იყოს თქვა ადამიანები 50 აი 55 მე ვიტყოდი 60 წლამდეც კი რატომ არ შეიძლება? იმიტომ არ შეიძლება რომ ხშირად არის ესე იგი აი ყოფნა არ ყოფნის გადაწყვეტილება უნდა მიიღო თქვა ომის დაწყების თუ არ დაწყების გადაწყვეტილება უნდა მიიღო აი ძალიან კარდინალური გადაწყვეტილება უნდა მიიღო და შეიძლება თქვა რომ აი რომელიღაც თქვა ახალგაზრდას აქვს დიდი ცოდნა კი ბატონო იმას აქვს დიდი ცოდნა მაგრამ იმას არ აქვს ცხოვრებისეული გამოცდილება იმას აქვს მოჭარბებული თქვა გამბედაობა დაუშვათ გამბედაობა და თავგადასავლების მაძიებლობა ხო და ამიტომ ესე იგი ისეთი კატასტროფა შეიძლება დაატეხოს თავს ქვეყანას ასეთი ადამიანები გაკომპლექტებულმა უმაღლესმა ხელისუფლებამ ეს მერე 10 წლეულები გაგრძელდეს აბსოლუტურად გეთანხმებით გამოყვანა ქვეყნის. ამიტომ ესე იგი ახალგაზრდა თაობა თავისი რადიკალიზმით არის ცნობილი საერთოდ და რადიკალიზმი თვითონ გამოვლილი და ჩვენ ეს კარგად ვიცით. ხო, ჩვენ თვითონ მეგვირია ხშირად ესე იგი აი ამ ემოციებზე დაყრდნობილი არასწორი გადაწყვეტილებები და ვიცით რომ ეს ასია. ეხლა საქმე რა არის რომ მე წევა თქვი რომ ჩვენ გვაქვს ვაგროვილი 10 წლების განმავლობაში მსოფლიო გამოცდილება ამ თვალსაზრისით. და მსოფლიო გამოცდილება გვიჩვენებს რა არის პირველ რიგში გასაკეთებელი. წერან თქვით ერთ-ერთი პირველი პრინციპი ეს არის საყოველთაობის პრინციპი. მეორე არის თავისუფლების ანუ როცა რაღაცა რეფორმას აკეთებ ის რეფორმა უნდა იყოს საყოველთაოდ ყველასთვის მისაღები და მისაღები როგორ ყველასთვის სიკეთის მომტანი ყველასთვის თუ ის იქნება რაღაცა მოდი ესე ვთქვა ყველასთვის შეიძლება ვერ იყოს მისაღები მაგრამ საზოგადოებისთვის უნდა იყოს არა ყველასთვის მისაღები შეიძლება არ იყოს მე ვამბობ რომ ყველასთვის უნდა იყოს სარგებლის მომტანი შეიძლება ის ვერ ხდებოდეს რომ ვიღაცა ადამიანი თუ ცალკეული ფენა ეს მისთვის სასარგებლოა მაგრამ ეს იქნება მისთვისაც იქნება სასარგებლო ну ყოველ შემთხვევაში უმეტესობისათვის 80%-ისათვის მაინც უნდა იყოს მეორე არის თავისუფლების პრინციპი რას ნიშნავს თავისუფლების პრინციპი ადამიანებს არ უნდა შეუზღუდო შემოქმედებითი თავისუფლება და შრომის თავისუფლება
გახსოვთ ილი ამბობდა რომ შრომის ახსნა ეს არის თვითი ლევან მოსილის ამ საუკუნის ის ამბობდა მე-19 საუკუნის შესახებ და საქართველოში შრომის ახსნა ჯერ კიდევ არ აქვს 21 საუკუნეა დღეს ესე იგი აი კაი დედმამიშვილი ხარ და დაიწყე აბა რომელიმე რამე ბიზნესი დაიწყე აი საოცრად საშინლად ძნელია სააკაშვილი აბრახუნებდა რაღაც სისულელეს თვითონ საქართველოში ესე იგი ბიზნესის დაწყება იყო ძალიან იოლი ბიზნესის დაწყება კი არ იყო იოლი რეგისტრაცია იყო ბიზნესის რეგისტრაცია იყო თორე რა ბიზნესი უნდა დაგეწყო ბაზარზე ვიგიშობდა გატენილი იყო მონოპოლიებით ისევე როგორც დღესაც იგივეა ასევე არავინ არ შეგიშვებს ბაზარზე ელემენტარული რაღაცა ვავიღოთ აი ქალაქების ბაზრებზე არ უშვებენ სოფელს კაცო საქართველოს ქალაქებში არ უშვებენ სოფელს სოფლის საქართველოს სოფლის მეურნეობას არ უშვებენ საქართველოს ქალაქების ბაზარზე გამაოგნებელია გასაოცარი არის რა რატო იმიტომ რომ გადატენილი არის იმპორტული საქონელი ყველაფერი და ის ადამიანები ვის ხელშიც არის ეს ესე იგი სხვილი დიდი მაღაზიები სუპერმარკეტებს რო ეძახით და ესე იგი სხვადასხვა კიდევ სტრუქტურები ეს იქნება დისტრიბუციები ეს იქნება სასაწყობო მეურნეობები და ამათი მომხრე არის კიდევ ესე იგი კომერციული ბანკები ესე იგი უნდა რეგულაცია ამათი მომხრე არის ასევე ეროვნული ბანკი ამათი მომხრე და მომსახური არის მთავრობას მოკლედ ყველა და ყველაფერი ამ ქვეყანაში დღეს ემსახურება მსხვილ ბიზნეს რომელიც არის მონოპოლისტი და რომელიც ქმნის ოლიგოპოლიურ სისტემას და ადამიანი მოქალაქე გარიყულია ამ ორომტრიალიდან მას არ აქვს საშუალება რომ თავისი შრომა უნარი ტალანტი ჩადოს საქმეში და ქვეყანას ეკეთე მოუტანოს ხო და აი ესეთი მდგომარეობაა და რა არის საჭირო წარმატებისთვის აი ეროვნული ხელისუფლება გვერდაინებოს და მოვიდეს რა აი ეს სისტემა უნდა შეცვალოს მე არ ვამბობ რომ უნდა დაანგრიოს არ ვამბობ რომ ვიღაცა უნდა გაირიყოს ესე იგი ახალი სისტემა უნდა იყოს ისეთი რომ ის ვინც დღეს ამ სისტემაში დღეს არის ინტეგრირებული და მუშაობს ის არ უნდა დარჩეს ბორცს მიღმა იმასაც თავისი ადგილი უნდა დარჩეს და ესე იგი მისი ადგილი უნდა მოიძებნოს იმ სისტემაში სადაც ყველას ადგილი იქნება დღეს ვინც არ არის ესენიც ამ სისტემაში უნდა იყვნენ და ვინც არის ისინიც უნდა იყვნენ მაგრამ ცოტა უნდა ჩაიჩოჩონ მაგრამ ნახეთ რა ხდება ბატონო ზაქარია ჩვენ აქ ვლაპარაკობთ ელმისებურ გაფართოებაზე და ეს არ არის რთული ეს გააკეთეს მთელმა რიგმა ქვეყნებამ მაგალითად აზიის 4-მა ვებხმა რომელმაც უზარმაზარი ნახტომი გააკეთა ხო ეკონომიკაში შენ თუ ესე იგი აი ამ სწორ გზას დაადგები რაც ამ 4-მა ქვეყანა გააკეთა ხო ესე იგი შენი ეკონომიკა ძალიან სწრაფად აი ბუსტს რო ეძახიან აფეთქებაა ხო ეს ბუსტი აფეთქების მაგრამ შენი ეკონომიკა სწრაფად ვითარდება და ჩდება იმდენი ახალი სივრცე რომ ამ ახალ სივრცეში დღეს ვინც არის ბიზნესში ისინი მათ არ აქვს უნარი რომ მთელი ეს სივრცე აითვისონ ეს სივრცე შემდეგ მოითხოვს უკვე ძალიან ბევრ ადამიანს ყველას twins მოითხოვს ყველას ენერგიას ყველას ინიციატივას და აქ გაჩნდება უზარმაზარი მოთხოვნა ჩვენს ემიგრანტებზე ხალხო ჩამოდით აქ არის უზარმაზარი ოკეანეა შესაძლებლობების და დიდი ფული შოვნის ხო ამისათვის მხოლოდ საჭირო არის ის რომ სისტემა გავაკეთოთ ისეთი რომელიც კი არ ზღუდავს როგორც დღეს და ასე გადაფაფრული კი არ არის ყველაფერზე და ვერავის მოახლოებას როგორ და არამედ პირიქით აბატონო ამდენი სივრცეა ჩამოდით იმუშავოთ კი ბატონო და იშოვეთ ფული გამბიტდით კი ბატონო საქმე ზუსტად მაგაშია არ არის ეს რთული რომ ზიახ უნდა იქნას შესწავლილი საქართველოს მოთხოვნილების ბაზარი და უნდა იქნას შესწავლილი კონიუნქტურა და გეგმა ზომიერი რაღაცა მიმართულება უნდა მიეცეს ამ სწორი თქვით წეგან არაფერ შეიძლება რომ დაუშვათ დღეს ეს სუპერმარკეტებია თუ რაღაცა დიდი ისინი თლად მოშორდნენ, ვერ მოშორდებიან. მათი დისკრიმინაცია არ შეიძლება, მაგრამ შემოტანილ პროდუქტებზე შესაძლებელია ჩვენ მხოლოდ ერთ რამეს გეტყვით, საბაჟო გადასახადებით, აი, გადმოკვეთა საზღვარი დაუშვათ სოფლის მეურნეობის პროდუქტმა და საბაჟო გადასახადებით გარკვეულწილად ჩვენი გლეხობის ბაზარი დავიცვათ.
მე მაგალითად გეტყვით ძალიან საინტერესო. აი მაგალითად რო ავიღოთ ახლა ღვინო, ხო? იმ რაოდენობის ღვინოს, რასაც დღეს ჩვენ საქართველოს აწარმოებს თლიანად, ხო? ექსპორტის გარეშე საქართველოს თვითონ სვამდა ამდენ ღვინოს. კი ბატონო, ამდენ ღვინოს საქართველოს თვითონ სვამდა. კი ბატონო, და სვავს კიდევაც. ეხლა ცოტა ამისკენ გადავიდა ცოტა ზემოთად უფრო მეტი სპეციალისტი საქართველოს იმდენ ღვინოს სვავდა რომ აღარ ყოფნიდა გასაგებია რომ დღეს რაც საქართველოში ღვინო იწარმოება იმდენს და ცოტა კიდევ მეტს საქართველოს თვითონ სვავდა და ექსპორტზე გადიოდა ბევრად უფრო მეტი ხო ექსპორტში მეგულისო საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებს ხო და ანუ ცხადია ბევრად მეტი ღვინო იწარმოებოდა ვიდრე დღეს ხო და ისი თქვა მინდა რატომ იმიტომ რომ ნუ ახლა ღვინო რა თქმა უნდა უფრო სამარგებლო პროდუქტი არის და ვიდრე თქვა ვნებოთ არაყი იყოს, ვნებოთ ჭაჭა იყოს და ვნებოთ ვისკი და რაც კიდე დაარქვი კარგი იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მაღალი ხარისხის ღვინოს ვაწარმოებთ ზოგადად ჩვენ ორზენიანი კარტი და მზე არის კარგი და ნიადაგია და აწარმოებდით ცოტა ხანში ეგაც არ გაბოვა არა დღესაც მიწა ისე გაანადგურა აი ამ საწამლავებმა რომ მე იმას გეუბნებით რომ ესე იგი იმდენი შესაძლებლობები არის ჩვენი ეკონომიკის გაფართოების მაგალითი მოგიყვანოთ ხო ესე იგი თუ თქვათ ხვალ ჩვენ გამოვუშვებთ 3-ჯერ თუ 4-ჯერ მეტ ღვინოს ხო დღეს რასაც უშვებთ ამას მარტო ჩვენ დავლებთ ხო და დანარჩენს ექსპორტზე გავიტანთ მაგრამ რა არის საჭირო საერთოდ ბუნებაში როგორ არის აი ნახეთ ბუნებაში როგორ არის თუ რომელიმე სახეობა ხო ცოცხალი ასევე რომელიმე სახეობისთვის თუ საგვარისი არ არის საჭმელი თუ რაც არის და რაც რესურსებს მოიხმარს ის ნელ-ნელა გადაშენდება ხოლმე ჩვენ ტოვებს იქაუთ ხო ნუ იმ ადგილში აღარ არის ხო ისე როგორ თქვათ ახლა იქ ლეოპარდი იყო ჩვენ ქართულად ვეფხს ვეძახით რასაც ლეოპარდი ჯიქი სხვა არის ჯიქი ძალიან საკათო დარგის და ლეოპარდი ავაზა ნუ ლეოპარდი მოხდა რა ხო და ნუ აი აღარ იყო და ეხლა გამოჩნდა ესე თორე ხო და რის გქონდა რომ ესე იგი გაჩნდება მეთქი იმდენი საშუალება რომ გაჩნდება საშუალება როგორც ახალი ეკონომიკის დარგების საშუალება როგორ შეიქმნება ძალიან სწრაფად ახალი დარგები უამრავი ის იქნება ახალი სამუშაო ადგილები უამრავი რომელიც მოითხოვს ახალ და კარგ მაღალი დონის სპეციალისტებს და ეს დარგები თვითონ დააფინანსებენ იმას რა ქვია უმაღლეს განათლებას საშუალოს და ტექნიკურ განათლებას ასევე როგორც ხარისხიან დაწყებით და საშუალო განათლებას ანუ განათლებას თვითონ დააფინანსებს შემდეგ ეს იგი რა თქმა უნდა სპეციალისტები ის მოთხოვნილება რო გაჩნდება თავისთავად თავისთავად მე ახლა ენერგეტიკაზე როცა თქვა ჩვენ ყველა ხელისუფლება ლაპარაკობდა ესე იგი რაღაცა თქვა ენერგეტიკა ჩვენი უნდა ავაშენოთ ეს უნდა ავაშენოთ ძალიან დიდი ბოდიში რა ყველასთან ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ არც ერთი პრემიერ-მინისტრის საქმე არ არის ისა რა ქვია ხესების მშენებლობა და თქვა ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა ეს არის ბიზნესი და ეს არის ბიზნესის საქმე და როცა ესე იგი საქართველოში იქნება იმდენი ინდუსტრია მათ შორის ბევრი ახალი რომელსაც საჭირდება დიდი რაოდენობით ენერგია ესენი თვითონ ააშენებენ ხო და არ იქნება შემდგომ მე ესე იგი ეს ენერგო დამოუკიდებლობა საოცარი ცნება ესე იგი 95-94% ელექტროენერგიის რასაც ჩვენ მოვიხმართ საქართველოს ამ რაოდენობას აწარმოებს ეს არ არის ახლა თანაბრად განაწილებული მთელი წელიწადზე თქვა შეიძლება ზამთრის დასაწყისში არის იანვარში როცა დიდი ყინვებია ხოლმე და არ არის სავსე აი უკვე დაიცალა ზაფხულის და შემოდგომის დროს ესე იგი ეს ჩვენი საცავები ხო ხო და ამ დროს შეიძლება დეფიციტი იყოს სამაგეროდ პროფიციტი გვაქვს სხვა თვეებში ხო გაზაფხულზე ზაფხულის დასაწყისში როცა წყალდიდობა მაშინ პროფიციტი გვაქვს მაგრამ სინამდვილეში ჯამში 90% მე ჩვენ თვითონ ვაწარმოებთ ხო და ეხლა მაგალითად ენერგო
დამოუკიდებლობა ეს ისევე სისულელია, რო ვთქვა, ეხლა მაგალითად ისპანახ დამოუკიდებლობა ან რაღაცა ამდაგვარი კაცს, ესე იგი, რა სისულელია, მთელ დღეს მსოფლიო არის ინტეგრირებული და ცოტა იქით იქნება, ცოტა აქეთ იქნება, მაგრამ სინამდვილეში საჭირო არის რომ მოთხოვნა იყოს ენერგიაზე, განათლებაზე, შენ ზემოდან თავრობიდან ვერ გააკეთებ რამდენ რაღაც კიდე კარგად დაგეგმო თქვა, განათლების რეფორმა თქვა, ენერგეტიკის იმის თუ ქვეყანაში მოთხოვნა არ არის. ზემოდან ვოლონტარისტულად ეს როგორ უნდა გააკეთო, რა სისულელე. შეიძლება ფულიც კი ჩადო ამაში, თუმცა ჩვენები არაფერში ფულს არ ადევთ. სულ უბრალოდ რაღაცის გაკეთებაშიც კი, ის გაკეთება ქვეყანას თვითონ შეუძლია. ვიდიან და ვიღაცა უცხოელები ჩამოყავთ და იმათ აკეთებინებენ და იმათ აძლევენ ჩვენს რესურსებს, როცა ჩვენ შეგვეძლო ეს ჩვენ თვითონ გავეკეთებინა, ჩვენი ხალხი დაგვესაქმებინა და ჩვენ მოგვეხმარებინა ჩვენი ოჯახების. ეხლა მივედით კიდევ ერთ ძიმე ეკონომიკის ერთ-ერთ დარგი მინდა ერთ-ერთ კი არა თითქმის ყველა მთლიანად ძიმე ეკონომიკის თუ რამე იწარმოება საქართველოში ყველაფერი არის უცხოელების. ამ თემაზე მივიდეთ. უცხოელების ხელში არის ყველა ის ენერგომატარებელი იქნება თუ ენერგეტიკული წარმოება იქნება თუ ჰესი იქნება თუ რა იქნება, სულ არის ძირითადად ყველაფერი რუსეთის ხელში. ეს ერთი. აგერ ამას წინას კაფიცვები მოაწყეს ჭიათურაში, ჭიათურ-მარგანეში და ის აღმოჩნდა, რომ ის კიდე უკრაინელის ვიღაც კოლომოისკის ყოფილა. მე რა მაინტერესებს? აი, კოლომოისკი რომ არ აწარმოებდეს იქ მარგანეთის მოპოვებას. საქართველოში ქართველებს შეუძლიათ რა აწარმოებდნენ. თუ მისცემენ კი თუ მისცემენ ასე არავინ არ არის ანეკდოტია ხო იცით ეგეთი რომ ძრო ცხენს შეუძლია რომ 1 ლიტრი არაყი დალიოსო კი შეუძლია მაგრამ ვინ მისცემს ხო აი ეს არის არ გვაძლევთ აი უყურეთ ბატონო სოსო ჩვენ ახლა ვიხილავთ იმას რომ მოვიდა ეროვნული ხელისუფლება დაიწყო და რა უნდა უყოს ახლა ჭიათურ-მარგანეცს? როგორ უნდა გაგახსენოთ ჭიათურ-მარგანეცის ისტორია? ხო, როგორ უნდა ჭიათურ-მარგანეცი ჩვენმა ჭკვიანმა ადამიანებმა სხვაშორის ეს არ იყო ხელისუფლების ეს საზოგადო მოღვაწეები იყო. ნიკო ესე იგი და მათ შორის რკინიგზაც ეს გაკეთდა სრულიად კერძო ინიციატივით. და მაშინდელ ხელისუფლებას ეყო ჭკუა, რომ ეს საბადო და იქ მომავალი რაც გაკეთებოდა, ესე იგი პირდაპირ უცხოური ინვესტიციებით საკუთრებაში კი არ გადასცა, კონცესიით გასცა, დროებით. რაც ნახეთ, რას ნიშნავს, რომ ამ ხნის განმავლობაში იმას ექნებოდა, მოვალეობა ჰქონდა ის, რომ ვალდებულება ჰქონდა, რომ ეს უნდა გაემართა, გაეკეთებინა, აეშენებინა, დაემშვენებინა, მოეწყოს უყველაფერი და ვადა რომ გავიდა და დაეხურა ქუდი და გასული იყო და ყველაფერი დაეტოვებინა ქვეყნად. აი კონცესია ამას ნიშნავს. ჩვენ რას ვაკეთებთ? საკუთრებაში ვაკეთებთ. არა მარტო თქვათ აი ამ ბიზნეს, არამედ მიწას, წყალს, სავარგულებს, ტყეებს, ყველაფერს. ეს არის კატასტროფა. აგაშენადგმეთმა და აი მოვიდა ეროვნული ხელისუფლება, გადაწყვიტა რომ მარგანეცი აწარმოოს საქართველოს და კოლომოისკი მათ გადადაკეტა. არ შეგიშვებთო შიგნითო თქვა. როგორ აუქნათ ახლა? საქმე როგორ არის? საქმე და საერთაშორისო სამართალიც ასეა, რომ სახელმწიფო ძალიან ძლიერი ინსტიტუტია, საერთოდ უძლიერესი ინსტიტუტია. პატარა ქვეყნის სახელმწიფოც კი თუნდაც ძალიან ძლიერი ბიზნესმენის წინააღმდეგ არის ძალიან ძლიერი. არა